ავტომობილი, რომელიც დღეს ითვლება ნომერ პირველ ავტომობილად. აბა მოდიქეთი, რა აქვს ამ ავტომობილს? ამ ავტომობილს აქ რა მიდიხარ და სადღაც გინდა ჩვენ ვეძახით პარკინგის სტაიანკა, ხო? და თავისი დრულს ხელს გავუშვებ, ხელი ჯიბეში ჩაიდევი, გავუშვი ავტომობილი და ავტომობილი დღეს შვილს გავუშვებ სახლიდან და ვერ აღგებს საღამოს თავის სახლში, ხო? და ამ ავტომობილს ხელს გავუშვებ, მიდის და თავისით ეძებს ეგრეთ წოდებულ სტაიანკას. ეს ავტომობილები ქეთი ყველა ერთნაირია. ხო იცი საქართველოში როგორ არის? საქართველოში როგორ არის? შავი, 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 შავი. ეს ავტომობილები ჩვენ გვყავს ქეთი ნებისმიერი რაოდენობა. ეს ავტომობილები ძალიან ბევრი, 3 დღეა მოყვანილია და ძალიან ბევრი ავტომობილი უკვე გაიყიდა. მეგრელებო, ჩვენ რატო გვაქვს პრობლემა? თუ 1,5 მილიონი ვართ მეგრელები, ბიჭო, 1,5 მილიონი ცოლი ხო ყავს? ცოლი ხო ყავს? გათხოვილი ხო არის? და значит 1-2 მილიონი ხო ყოფილვართ მაინც. მაინც პრობლემას რატო გვიქნიან? 20 წლის რო ვიყავი სენაკში ცხოვრობდი და ყველა სენაკელს ახსოვს. ნომერ პირველი მაღაზია მქონდა, აი მამაშენ შეეკითხე. აგურით გაკეთებული, ფერადი შუშებით გაკეთებული და რა გინდოდა ჩემს მაღაზიაში რო არ იყიდებოდა. რამე ბონებში თუ იყო და ჩეკების მაღაზიაში 20 წლის ვიყავი და ყველაფერი ჩემთან იყიდებოდა და მათ შორის იყიდებოდა კიდევ კახა შეეკითხე მამაშენს და გეტყვის. ჟიგული, კეთი, რამდენი ფული ექნება ბიუჯეტში შეტანილი? აი შენ როგორ ფიქრობ? 100 მილიონი. გელა ბარკალაიას, იმდენი ფული აქვს ბიუჯეტში შეტანილი, მე არ ვიცი, რამდენი ფული მაქვს ბიუჯეტში შეტანილი. და თქვენ ხო გაგიგიათ, რამდენი თქვენნაირი ახალგაზრდა მყავს დასაქმებული, ხო? თქვენ ხო იცით, ხო გაგიგიათ, რომ ერთ დროს, ერთ დღეს 7,000 თანამშრომელი მყავდა. წარმოიდგინე ახლა, ეს არის ქვეყანა, ხო? ერევანში, დუბაიში, სენაკში, ქუთაისში, ბათუმში ხალხს ვასაქმებ თქვენნაირ ახალგაზრდებს და არასდროს არ ურჩევ ცუდისკენ, ურჩევ ყოველთვის კარგისკენ. პირველი სახელმწიფომ უნდა შეგვიწყოს ხელი და თუ შეიძლება შენთვის და როცა მეტყვი რომ იმისთვის შეიძლება, იმიტომ რომ ჩემი ნათესავია და ყველაფერი უნდა გავუправოთ, გავუმწვანოთ და შენთვის ყველაფერი დაკეტილია, იმიტომ რომ კონკურენცია, ხო?